აჭარის უმაღლეს საბჭოში ინიცირებული და შემდგომ დაწუნებული კანონპროექტი დღეს ბეჟან გობაძის ბრიფინგის თემა გახდა. კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 26 აპრილს უმაღლესი საბჭოს მიერ რეგლამენტში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის იდეა მისთვის გაურკვეველია. ამიტომაც შესაძლო ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვითაც საბჭოს თავმჯდომარე შემდეგი მოწვევის პარლამენტში რიგით დეპუტატად არჩევის შემთხვევაში რიგი პრივილეგიებით, მათ შორის მანქანით მომსახურებით კაბინეტით და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ყველა უფლებით ისარგებლებდა. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობა არ არის ისეთი თანამდებობა, რომელსაც რაიმე სახის პრივილეგიები უნდა ჰქონდეს. საბჭოს იურიდიული კომისიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თავის დროზე მხარი არც დეპუტატებმა და არც საბჭოს თავმჯდომარემ დაუჭირეს. დღეს მედია ვასაძე ადგილზე არ აღმოჩნდა, ავთანდილ ბერიძის განცხადებით კი მსგავსი ცვლილება დღის წესრიგში არ დგას. სერიოზული განხილვა იყო თავმჯდომარისათვის სერიოზული პრივილეგიების მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ბოლო მომენტში ბიზანში უწონრად ჩათვალეს ეს საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ყოფილი, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირები ვარშალომიძე, მახარაძეც მიიღებდნენ იგივე პრივილეგიებს. ქალბატონ ვასაძეს ურჩევ, რომ დაანებოს ყვარყვარის დაცვას, იმიტომ რომ ის გამოვა აგრაფინას როლში. აგრაფინა ვინ არის? თუ კარგად უნდა გაიგოს, ნახოს ყვარყვარე ფილმი თავიდან ბოლომდე. თუ რამეს მოითხოვს, მომმართოს. თუ არა და ახლა ვინმე ბეჟან გობაძის განცხადების ვერ მივადევნებ თვალყურს. თქვენც კარგად იცით, რომ არაფერი არ არის დაგეგმილი, იმიტომ რომ რაც დაგეგმილია, ის ხარდება ბიუროზე და სხდომებზე. და ახლა თავში ვის რა აქვს, ვერ გეტყვით. მე არ მაქვს ამის მაგვარი არაფერი. ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ რაღაცეებზე, მხედველობაში მაქვს. ზოგადად კანონმდებლობაზე მუშაობთ და დაგეგმილია ახლა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გაზრდა, არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს დაგეგმილი.